ავიტეხებ უკა რა. შენ დაწყებულია ჩაწერა უკვე. აი ეს რო დავწყო, უფრო მაგრა ვიმღერებ მე მგონი. ძენა, მაგრამ დიეტაზე რო დააღარშავ. სერიოზული გიჟია. შენ ხარ გიჟი, დილით გამოვყავს გამევაბუნებ, მაგრა აკლია. ძალიან ძიმე სიტუაცია იმასთან. მე რო არ დავაბამოსეთ? დაპატიმრებული იქნება. ესე ცხოვრება ის ეგეთი ენერგიული ხარ როგორც ყავს არა ეს ვაბამ ღმერთმა დამიფარს მე მაგიტომ არ ვმაშვები რაღაცებს არ ვიბრუებ თავს რომ მე მადუნებს და ეგეთი რაღაცა არ მოხს მე ხოთზე უნდა ვიყო წავედით დავიწყეთ გაუმარჯოს ყველას განსაკუთრებით მიყვარს არ ორი გელას განსაკუთრებით გელას ოღონდ არის ვინ გელას ეხა არ დამიწყოთ ვინ გელას რა გელას არის გელა კეტაშვილი მაგალითად კარგი ეხა ხო ზოტო სიყვარული სპორტი ხალხი გაგიმარჯვოთ მოკლედ ლაილაის ჩვენს მაყურებელს მივესალმები და ჩვენ ვცდილობთ რომ აბსოლუტურად ყველა სპორტზე ვისაუბროთ და არა მხოლოდ არამედ იმაზე რა ქვია კვებაზე მადონა გოიძეც ყავდა ჯაჯო ან მოკლედ განსხვავებული ხალხი მოკავს მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის გვიამონებს როცა სპორტსმენებთან გვაქვს საქმე ხოლმე საბა ფუცელაძე რომელმაც ბოლო დროს რაღაც აიწყვიტა ეგრეა რა და ეხლა განახლებული რეიტინგს ველოდებით და სადღაც ბევრი ციფრით წინ გადაიწევს და 285-დან 287-მდე ვიქნებით უკვე. მაგ დიაპაზონს. ნუ და კარიერის შენ კარიერის საუკეთესო შედეგი არის ისედაც იყო და საქართველოს მეორე ხო? სენიორ საქართველოს მეორე ჩოგანი. მეორე არა პირველი. არა ბასილა 150-ია. ხო. მე ვიცახის ის არ ჩამოდის და იმიტომ. არა ხო თვითონ და ასევე კირგიოზის ამიგო არა? მოკლედ, ხო, აგერ ყველაფერს მოგვიყვება. საბა დიდი მადლობა ჯერ რომ მოხედი ჩვენთან. რედაქტორი და დროიპო ვერას თავარია თან პარალელურად სწავლობიცი და რაღაცა ტექნიკური უნივერსიტეტში იყავი და იქიდან გადმოხედი. მამა ჩემის ხალხი ბიზნეს ადმინისტრირებას. ვაგინდა. აი ხოთქე იქ, მაგრამ მე დიპლომი როგორ ავიღე, ეს ჟურნალისტის. მამაშემ არის ბოლომდე ეგონა რომ აღსწავლობდი მექანიკა მანქანაშენებლობას. ახლა კი არჩევას კი არ ვაძლევ ირაკლი ბატონო. ხო და ის დიპლომი რო ავიღე, დაუსწრებელზე გადავიტანე, ახლა საერთოდ დავდიო და ის დავალდა რაც მინდოდა რა და ეხლა შენ საქცალია, მო თვითმფრინავი როდის ჩამოდიხარ, როდის ადიხარ. მამაშენ მომითხა მე თვითონ არ ვიცი როდის ჩამოდის და როდის ადისო. ხანდახან არის რომ სადაც გავფრინდები და მივფრინავ თქვი. სუხაიში. ხანდახან კითხავ ირაკლი სად არის? არ ვიცი, აქ არის, არ ვიცი. ნუ ეს მე შემო ყორზე გაიჩნდება და ნახულობ. ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში ვიმყოფებით კოსტავას 17 77 და ასევე დაბრუნდა გინესი ჩვენთან რეაბილიტაციისთვის კარგი არის მე ვიცი პელერამია რა და ყველაზე მაგარ ფასად არის აქ და ყველაზე გებრიელი თან მობძანდით ყველაზე მაგარი ადგილია ყველაზე მაგარი აბა ქართულ ჩოგბურთს გაუმარჯოს და კიდევ მას გაუმარჯოს, რა ქვია, შენ მეგობრებს გაუმარჯოს, შენ ინტერვიუ ვნახე და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება გაქვს მიღებული. საინტერესოდ მიღებული ჩოგბურთის თამაში რო დაიწყე და შენი მეგობრები, როგორც შენ თქვი, ყველა ფეხბურთიო, კალათბურთიო და განსხვავებული სახეობა მინდოდაო და ავდექი და ბახ. ისე სხვა სახეობა რო შეხვედრო და აი ტელევიზორზე მაშინ რო გადართე რა, რაღაცა და შემთხვევით. მაიცა თვითონ იქნება მოყვეს, იქნება არ იცის ხალხმა რა ხვები. გოლფი რო შემთხვევით, ან ხოკი. ხო. და არა ისა მოიწამლე. კერლინგით. მე ის ვიქნებოდი აი გვერდზე რო სუფთა. პატარა იყავი 8 წელს რო დაიწყე. 7 და რა მოგეწონა ჯოხს რო იქნებდი? რავი რაღაც ვაკეთებდი რა ვერთ. ბავშვებს უსწორდება ხო ჯოხს რო იქნებდი. აი მაგას რაღაც ენერგიას ხარჯავდი რა. ეხლა ფეხბურთს, კალათბურთს იქ მეზოში სადღაც მაინც თამაშობს სკოლაში და ჩოგბურთის ეს სპორტი იყო არსად არ არის ხოლმე და რაღაც მოუწოდა. თან ეხლა შენ რა პერიოდსაც ამბობ, აი შენ 8 წლის იყავი და 9 წლის ტრენერების გარდა მარტო დიმა თამაშობდა. ეს ხო მანიაკია. მოვა ფეხი მткиვა და გავუყენო ბადესთან გარბის და გიჟი. ბიჭო, ხათაშორი ვეგარი, მე ხო ოპერაცია მაგ და სულ მткиვა ფეხი. კორძი კი არ მткиვა. მე კაია მაგას. ბიჭო, თუ ჩოგბურთის სემი პარს მე რა ვიცი. გარდასახვახდება. მე საბასტინამდე გასვაგ ნათამაშები კი ნაღამოვკლა. მე ერთხელ ხო გაგარტყი. ჩემი იმიტომ რომ მანამდე რაღაცა ცუდად ჩაგიგდეს მოყარულო ბურთი და გაბრაზდა ეს და ტურნირს თამაშობდით მოყვარული პროფესიონალი, მოყვარული პროფესიონალი. მახსოვს. სად მოხვდა? სადა ესე, კი არ კლავდა ეხა, მუცელში თან პრობლემა არ არის, ნუ და ხო ეს ამორტიზაცია აქვს ამას და წყლეს გაჩერდა განო. ისინი არ გაკუბიკები, მაგრამ წავა ეგეც არა უშავს. აი ამორტიზაცია ქონდა, შევარდა უკან, მე ვიცახდი ჩათვალეთებით. ისე კი შემეშინდა მართალობით. მართლა შემეშინდა, იმიტომ რომ ამის თამათ ჩემ ტესტ მოარტყა ბიჭო. დიმა დაგვაგვიწყდა, გორ რაბობი ვარ და თავიდან. არა, არ დაგვაგვიწყდა. Coffee story, ჩვენი მეგობარი, ჩვენი
ამიგო, აი არის კოფისტოლი ხო არ მიირთმევ კოფისტოლი. რა როგორ არა დაასხი კაცო რა თქმა უნდა. ყველაფერი. ასე. ხო, უნდა შეიძინოთ ძალიან მაგარი თავისი აპარატით ყველაფრით ევგენი მიქელაძის 9 ნომერში და ფალიაშვილის 35 ნომერში. მიხვალ და 5-იანზე გაგიკეთებენ ყველაფერს. წგაბან ბაძგვან. მე ხლა ამას უცებ ჩავარაკრაკებ და დისტრიბუცია აქვს კიდე უსწრაფესი მიწოდება ყველგან, სადაც გინდათ. ასე რომ კარგი პარტნიორები გყავს, ხავა და ილადიური პატა. საბა. ეხლა რა მაინტერესებს? შენ თამაშებს ეს უყურებ, ეხლა დევისი იქნება თუ როგორ არის, რა არის, როგორ არის, აი ვიცი ყველაფერი და ზეტაი ბევრი ამბობს, რომ საბა ესეთი ემოციურია და ეს ხელს უშლის და ამედი ეხლა მაგაზე ვილაპარაკოთ, მოდი. რას ფიქრობ მაგაზე? ეს არის გააქვს სამუშაო მაგაზე თუ აი როგორ ფიქრობ? წელს ცოტა დამშვიდი. კი, არ ვიცი, ისი ბრალია, ასაკის ბრალია თუ ისი ბრალია, აი დევის თამაშის მერე. ხო. იანვარში რა თებერვლის დასაწყისში რომ პირველ თებერვალს იყო. მაგ თამაშის მერე მე თვითონ დავუშვიდი და მივხვდი რომ ხანდახან ზედმეტი ენერგიის გაცემა აღარ არის საჭირო. ეგ როგორ გრის ხო? თულია ხო? იმიტომ მაგას ხო ვერ გადაკეთე. შეგიძლია ამას დასწავლო? შენ სხვათა შორის ხვალ შეეცადე მაგისწავლას მეგობრებო. რა გინდა? ხვალ ევროპა ლიგის ნახევარფინალი მანჩესტერი ბილბაოს თამაშ ბილბაო მანჩესტერი. რა ხვალ პარასკევს გადის ეს გადაცემა და იძახე ხვალ ეხა. დამავიწყდა. არა მოვწერთ ამას, მაინც ხო კურიოზი დიმას ასა. მაინც მიაწეკი, უნდა მიაწვე პირველ უნდა შენ მიაწვე, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. მიდი დავიწყე, მე ეხა მინდა ისა. მამაჩემს ჩამოუტანე საჩუქარი, ეხა ეგვიპტეში რო ვიყავი, ორი ტურნირის გამარჯვების შემდეგ საჩუქარი ჩამოუტანე, აბა თუ გამოისწობთ რა. თებში. არა, თებში ეგ სამ გატეხილი ჩოგნის ტარ. აჰა, მივხვდი ჩოგარი. ბიჭო, ხო მე უთხოვე გუშინ გამოუტანე მეთქი. არ გამო. რამდენი ჩოგარი გასანდროა? როდის? ზუ. არ ვიცი. დაახლოებით. წელს ა სულ ჯამში რამდენი იქნება? 7-8. ოჰო. და რა სერჩი? აი მაგა გავტეხე ცოდა. 1-3-4 ჩოგანი გავტეხე. ერთი დაწყვიტე ხავ თუ რამდენიმე ჯექცივდი? აი ერთხელ კარგად გემრიელად მანდა. ნადაც რა აქვს ერთკონტროლი ჩოგანი ბიჭო. მაგარი ამერე მაგის. არა, კაია. ცხოვრებაში არ წამიგია თამაში, რომელზეც ჩოგანი გავტეხე. მართლა? დედაზე. ემრე მაშ დაამტრიე თავიდანვე და შედი ეხა მე. ეს რაღაცა რიტუალი ვიდგავს, ხო? რაღაცა რიტუალი ვიდგავს. აი წელს ეხა რაც მახსენდება. ყველა მოვიგე. მართლა? თამაშის დროს რაც გამიტეხავს. აი რა ემოციას ხანდახან აი რო ამტრე მართლა ხო ეხა ყველა სულაფ შენ პირად რა მეც ეხა ხო მოყარულებს ხო ხდები ეხა მეც და მაგრამ მე არ ვამტრე იმიტომ რომ ეხა ძვირია რა შენ ჩოგნებს რო ყიდლოთ ზოგი ეხა მიშა გიორგაძე მაგალითად ისურის ბიჭო და ორჯერ მე ვარ გადაჩენილი იმიტომ რომ ბადესოგინა მოარტყა და ზევიდა რომ მოდის და მიშა რო ბურთს გავაფუჭებს წვევი მე ხო და რა ემოციას გაძლევს აი როგორ გითხრა ყველანაირ ნეგატიურ ემოციას უშვებ რაც გაქვს და აი ვინმე ადამიანი რო დაანოკაუტო დაახლოებით იგივე გზნობა ანუ რაღაცა ხო მთელი აგრესია და ყველაფერი გამოდის და მაშინ არ უნდა გადაეჩვიო მაგას საკუთარ არა გადაეჩვიო რა ეგ ის არის ნოდა შემადგენელი ნაწილი არის ხა მაგას ვერ გააკეთე კი არ იძახეს რომ ეხა მე ვარ ჩოგას დავანტო არა ვცდილობ რომ თავი შევიკავო და ხანდახან არის რომ აი მართლა სანამ გატეხავ ფიქრობ და აი ერთი ამისი წოდა ტეხავ და ხანდახან არის რომ აი ბოლოს როგორც გავტეხე ბურთი გავაფუჭე და ანუ ახალი ჩოგანი იყო. დაახლოებით ალბათ 3-ჯერ მქონდა, ან 2-ჯერ ნათამაში მაგში ვაფშე ახალი იყო. ხო. ინსტინქტურად დავაღდე და გაიბზარა. და გეწინა. ო ახალი. შენ აიღე და მიაყოლე და არა ეკადრ ხო ეს გულშემატკივარს მოწონს მაგის ყურება რა ეხა. როდიდან დაიწყე ჯოგნების გადაყვა? რაც ჩემი დაუწყე თავიდან ყიდვა მე რაც მე ჩვენ მაძლევ. მამა ჩემს ჩოგნებს ხوارე გავტეხავდი. ბავშვობაში მამა ჩემი მიტეხავდა ხოლმე თავის ნაყიდ ჩემ ჩოგნებს. რო პრეზენტებდა? ეგ იქ მეც ნახე მაგ სამეცინოზე ერთხელ. მეთქი ესენი ბიჭო აგა რა ხდებაო. ბუგასთან ჩემი შვილის დადიოდა ამასთან ერთად ეგ ზის იყურება ეხა ნეკლია გაბზარული ველოსიპედიდან გადმოვარდა. ეს დადიოდა, მაგრამ არ უნდა ამას რა. გავჩატეხილი ბედეს? კი. მართლა გავჩატეხილი ჩოგანი. გავტეხე ერთხელ გავტეხე და ერთხელ და ისევ ინანე მე ისე მიყვარდა ეს პოპულარის ჩოგანი იყო და ერთხელ კიდე ის ამაკ სკუტერზე უკან ჩამოვკიდე და საგურამოდან ვაგის პარკში რომ მივედი ჩანთიან ჩოგნიანად დამწვარე იმაზე მაყუჩე დადებულა გაცხერებულა და ორი ჩოგანი დაიწვა ესე ეგეთ რამე არავის არ მოსლე ვიდეოც ამაკ უნდა ვიპოვო ეგა ესე გადაწვა ესე
თანაბრად სტრუნები კი არ იყო დაწყვეტილი. დამწვარი იყო და ჩანთაც დამწვარი იყო რა. და იქ კორტზე კიდია ვაგის პარკში სხვა შორის ეგ შეიძლება. იმიტომ რომ ეგეთი რამე არავის არ მოსწია რა. შენ არ გისხავ დიმა ჯერ ეგ ჩაარაკრაკე. მეგობრებო, გამოვიწეროთ დავალაიქოთ ჩვენი YouTube არხი, გვავიწყდება ხოლმე და მე სხვათა შორის ჩვენივე მეგობრები გვაძლევენ შენიფროს, რომ რატო შორის ბოლოს რა ჩოგანიც გავტეხე მაგის ვიდეო მაგ ტელეფონში. ხო, ეგ დაგჭირდება, გამოვიგზავნები. შენი მეგობარი რა შვება, როგორ არის? ავსტრიელი. ავსტრალიელი? ვინ ავსტრიელი? ავსტრალიელი შემეშალა, ავსტრალიელი ხო? რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, მირა ცხოვრებაში. რო თქვა ვიზე იძახი შეიძლება? კირგიოსი შეიძლება. რთული პერიოდი აქვს? ტრამვები აწუხებს, მირა ცხოვრებაში. ბიჭო, ეგ პირველ ცხოვრებაში აჭირს. შეყვარებულს და გაექცა? ვის გაექცა ეგ არ ვიცი. მაგის შეყვარებულობა ცოტა რთული იქნება. ისე მაგარი. აი ბიჭია ეტყობა. ძალიან ისეთია. მართლა არ ვარ შორს ბერს. ბერს არა, მაგრამ ისეთ არ არის როგორც იძახი. რეგა საერთოდ არ ვარ შორდა ტურნირზე გავდივარ. ხეში 1-2 საათი ყოველდღიურად ვარჩევ. გითამაშია მაგასთან? არა, ვარ ვიზარ აი ესე ჯიგრულად. ერთხელ ვეთამაშე სეტი 7-5 წავალ. აი ვაფშე მაგარი კირგიოსთან. მაგარი ტიპია რა, შენ როგორც მოყევი, სადღაც გისმინე, გაცნობის ისტორიაც უბრალოდ ჯიგარი, მაგარი. არა, ვაფშე ჯიგარი. მოვიდა ეგრევე წამორა ვითამაშე. ძალიან უბრალო ადამიანია. აუ მე მაგრამ მიყვარს მაგის თამაშების ხურება რა. ეხლა სინერი ხო იტალიელია. აი თევზია რა ტიპი რა. თევზი მიყვარს. ამ დროს ბერეტინის ის ვიდეო რა ნახე ხო? რომელი? თან მადონა რო დარბის და იტალიურა. მაგაში იტალიელში ყველაზე მაგარი ფონინი იყო. ფონინის ვიდეოს გეუბნები ხო ბერეტინი არა ფონინი. აი ბალანსზე რო რო წაიქცევა და ხო და ის საჯირო იხევაზე ყველაზე ჯიგრულად რომელს სპორტის სახეობას თამაშობ მაგის გარდა ესე რა. ფეხბურთი კალათბურთი თამაშობს. კალათბურთი თამაშობ ნორმალურად. ეხა აღარ მითამაშე кайხარ. დღეს ჯიგრულად გამისწორე მაგიდის ტენისი გვაქვს ძალიან პატარა მაგიდა. რატო ვითამაშე. მე ვითამაშოთ. მაგიდის ტენისს არ ვთამაშე. ვაუ. შენ ჩვეულებრივი ხო არ გონი ამ ხელა მაგიდა ავიდა. ეს მეუბნება 2 ერთზე ვითამაშოთ და დაიგეგმა რომ მე და შენ 2 და 2 ჩოგანი გვაქვს სულ. მაგ ერთადერთი ტელეფონით. ერთადერთი რაშიც უგებ ეგ არის, ოღონდ მაგ სახეობა. მოდი ეხა ეს მამაშვიდური თემები მინდა რა. ეხა ირაკლის მეწლებია ვისწავ და აი იმ ასაკიდან 8 წლის რო იყავით თუ თქვენ და იქ მეც ვიყავი ხო დავდივდი ხანდახან კორტეზე, მაგრამ მე საერთოდ არ მდრილობდი, იმიტომ რომ ამას ეკიდა. და შენი აწვებოდი და მაგრამ მიდიოდ. როგორი ურთიერთობები გაქვთ? ჩაჩოგბურთი ისე ვიცი ხა იდეალური. აი ჩოგბურთის რას დაარქმევდი მამაშენს? ალბათ ყველა მენეჯერის ტრენერს. ყველაზე რთულია ალბათ. არა, ჩემი აზრით მამა როცა მწვრთნელია ეგეთი ჩოგბურთში იშვიათად რაც გვინახავს ვიცი ერთმანეთს აგინებენ ეს ვისი მამა იყო მე და გუშინ ზვერევმა მამის ზვერევი ხო უზდელები არის. პასონახუო უყირო. კი, კაცო, კი, კაი. მაგ ისეთებს გაიგებ. ცოტა ხანში ავანტი. არა, აი ვიდეო იყო დილას შემხდა ეს გუშინდელი რამე. ახალი ამბავია თან, მანამდეც ხო აგინებდა ბიჭო სულ. ციციპასის აგინო ეხა ჩემი აზრით მაგიტო არის ძალიან ცუდი რომ იმ მომენტში იმდენად გაღიზიანებული ხარ, შეიძლება ვერ ხვდები რას იძახი. მე მინანებმა, ანუ შეიძლება რაღაც ისეთი თქვა რომ ანუ არც მოგივიდეს თავში. просто ხო უნდა შენთვის უფრო მაგარი ხო და ანუ ინსტინქტურად რაღაც ნადალის წიგნი რო წავიკითხე მაგრავი кайფ ეგ ბიძამის ზეროა სულ გაჭედილი რო აქვს რა მე ბოლოს მაგათვაძისე დააყარეს ბიძამის 22 განსლები მოაგებინა და ამან გუნდიდან გაუშვა ხო და ის ლეგენდაა თან ფეხბურთის ხო რეალი და ტელიამები და მე ვიცავ საათაშორის მაგრა თამაშობს არა ნადალი ნადალი იქ ფურცლოკეთის ნახე გაქვს ჩოგბურთი კაცო მაგარი ქვიშის ფეხბურთს თამაშობს ძალიან კი და შემეძლო მეუბნებოდნენ რომ გაყევი ფეხბურთს მაგრამ კიდე კარგი არ გავყევი იმიტომ რომ ეგ არის ვისა ჯოკო ფედია თუ ნადალი მე ჯოკო შენთვის ჯოკო და რატომ არა ნადალი ეს ესპანეთის რეგ დაიწყოს დებილობები ძალიან მიყვარს როგორ გიждები და ისე როგორ ეს პირადად შეხვედრილი რა თქმა უნდა ხარ. პირადად არც ერთს ყველა ჩოგბურთელს ვარ შეხვედრილი მაქსამის გარდა. რანაირად დაიმთხო არ ვიცი, სადაც არ ვიყავ, ყველგან აუცდი. აი, ნახავს ვაურინკას, სინერით. ალკარას არ შეხვედრი ვარ ერთადერთი არსად. მაგრამ მაქსამს არა ვიცი. და ტიმს არ მივარჯიშია კიდევაც. ნადალიც მაგარი თავდაბალი ტიპიაო რა. აი, ალკარასი რა ხანახსერე? გონია რომ აი მათი ეპოქა როგორიც იყო ეგეთი ტიპი გახდება, თუ რაღაცეები მაინც
აი როგორ გონია შენ? ძალიან რთულია ტრამვები ცოტა რო გაიზრდება, ტრამვები რო დაიწყება, როგორ გაუმკლავდება, მაგრამ ეხლა მესამე ჩემი აზრით ალკარასი სინერი და ეხლა არის მენშიკი მოდის ჩეხი ბიჭია. ეგ მაგარია, ვიცი უყურე მაგას. აი მამაშვილის ურთიერთობაო 2022 წლის დეკემბერში ეგვიპტეში ეთამაშე ფინალი მენშიკს. ეს იყო რა ვიცი 16 წლის. ნერვა ასე იდგა რეიტინგში თამაში ტაოპში მომიგო რა. ამაჩებს ურეკავდა ხო ის თან კვირადღე იყო სადღაც იყო მეგობრებთან ერთად და 16 წლის ბავშვთან როგორ წააგე აი ამ ხელა ვირი ხარო 21 წლის კაცი ხარო 16 მეთქი დააცადე ერთი წელი მიეცი და დღეს არის საწავად ხო მაისი იყო და უკვე 130 იყო დღეს რა მე 20 მე 21 თუ რაღაცა კი არა უყურე წელს ათეულში შევა და მაგარი ბიჭია რამდენი წლის არის ხა 23 ო 23 ჯერა ო ჯერა მე ჩოგბურთი მოვლენა მეში კი არა ნადას ფენომენია ჩოგბურთი აი ვებერია რო აი როგორ ნადალი ჩემი ჩოგბურთის პიკის ასაკი არის ალბათ 27-დან 31 წელს. სხვა სისწრაფე უნდა მანდ რა, ვაფშე. გამოსტილების და სისწრაფის პიკი არის ეგ რა 28-30. დახვინებული რო ხარ და მიდი რა ვასწორებს. არა, როგორ ძნელია იმათვის, როგორ ძნელი იყო წასვლა ბიჭო და ანებება. ორი ხელი ვითამაშე და ძალა აღარ მქონდა, არასწორი ჩოგანი მომწეს. სიმძიმის ამბავში. მე შემეძლო რომ ამ ჩვეულები მე სხვათა შორის წვრთნელებს აქვს ნათქვა. მოყევი ერთი რომ დაიძინე რა. ბადას მიდი მოყევი კორძე მინდა გალევინა ბიჭო. გარეთ გავედით მარტო კორძე რა ნუ იტყუები ბიჭო. თან მოვიტანე ზაფხული იყო დავდივდი წონის დასაკლებად ჩემ მეგობართან. წონის დასაკლებად რა ის არის დუკანის დიეტაა ჩოგბურთი შეჩემა. ჩემი ძმაკაცი წონის დასაკლებად დავდიოდი. ჩემი ძმაკაცი ავარჯიშებს და დამპატიჟა წამოდიოდა ფანო ხელი გაანძრე რაღაცაო და ის იყო რა მძიმე ჩოგანი იყო და სადღაც ორი ხელი ვითამაშე აი ეს გინდა მსუბუქი ჩოგანი არი რამდენი ქონდა 4-იანი 3-იანი შენ ეს სხვანაირი გონია იქ როგორი რა გონია ამას მე კარგად ვიცნობ გუგეშინია ხო არა იქ არ იხსნები ეთყობა ეგრე და დაიძინა ბიჭო კორძე ერთი ამას დაიძინა კორძე და ერთი ჯაჯანიძე პროფოს გადაღება რო ქონდა დამეძინა იმიტომ ზე იყო ზაფხული იყო და მოვითენთე წონა მქონდა ბექენდია გუბედური რა აუ შენს ბობასპიცა ვარ ლევანას რო უთხრა გეტყვის ბადესა მოვაგდებნი რა აი დადარია უყურე ყვარას ამაშებს უყურე გუში მაგარი ძალიან მაგრა წაიღო ძალიან მაგრა თამაშობს ეხლა ლიგა რომ მოიგოს არ მოიდგინე სასწაული გამოდის იმიტომ რომ მოიგო იდეაში მიეზი შეცვალეს კაც იტალიის ჩემპიონატსაც იგებს საფრანგეთის ჩემპიონატსაც და ჩემპიონთა ლიგასაც იტალიის ჩემპიონატს ხო როგორ არის იმ ლავრენტეს ნებაზე მიცემს თუ არა თურმე ტიტულს შეუძლია კლუბმა არ მიცეს თუ გახდა ნაპოლი ჩემპიონი იმას შეუძლია არ მიცეს ნახევარი წელი ითამაშა ნახევარი ხო მაგრამ შეუძლია თურმე რა ხან 15 თამაშზე მეტი უნდა ქონდეს სადაც ეგრე აქვს თავის თასიან თავის კალენდარულია და არ უნდა მიცეს აი მაგრა თამაშობს ძალიან არა ძალიან სხვანაირი გახდა ეხა მისვიდე იქ ყველანაირი ფასორს გამოგვია დასვა შეხმარებოდა მაგრამ არა ეგ სულ ეგრეა ძირითადად მეორე ტაიმი განსაკუთრებით თუ დაავალეს რომ უკან მიხედეოდა მიხედა ხელში ძირითადად ეგრე იქაც უკვე რაღაცები ისწავლა იცის რა ძალიან მაგრამ ეგ ერთი კარში არ ჩავდგების ჯაკი არა და კარში დადგება კაც თუ მოუნდებაო აა კარში ისეთი უდგათ არ ჭირდება გუშინ 1-2 სასწაული მითია ასტონ ვილასთანაც უყურე მეთქი რა დონარუმა არა ე ფენომენ რაღაცა გაწია ხელი რაღაც ეხლა რა უნდა კითხო ის თებშებს ასუშვები ჩემ ეგვიპტურთებში სად გაქვს მართლა გეუბნები რა ისე რა არის თებშები დო ადრე იყო სფინქსები და ეხლა თებშები სფინქსები ვის ეგენის მახსოვს ეგ ფოტოები სფინქსები და თებშები აუ არა სად გაქვს სახში ჩამო გაქვს ხო აბა თავი სახში დედაჩემს ექნება შენა აუ ეშენი გაგიჟდება სერვისი გაქვს თელი ერთი 20 თებში მექნება აი ხა US Open-ზე რომ მოხდები ზმაო მატუკი აქტებში ხინკალი დავყაროთ გიყვარს ხინკალი ეხლა მე მაგრა როგორ არის ერთ-ერთი ჩემს საყვარელსა რამდენი ჭამ ყველაზე მეტად რაც მე ნატრება ხოლმე ხინკალი რამდენი ჭამო ჩემი და ხინკალი მე არა რამდენი ჭამ ისე რო გითხრა არ დაიჯერებ 34 მაქვს ნაჭამი ბიჭო 34 ხინკალი სერიოზულად ა შენ რაც ენერგიას ხარჯავ არა ის სიბრძნის კბილები უნდა ამოიღოთ ხა რო მე სამი მარაგი გაიკეთა მიუს აუ შენ ის რო არის რა ქვია ეგვიპტე აკლემი ლე რო იგროვებს ხო აი მეთქი რა რაღაცა ხერხი აქვს ხინკალი ანოყიერებს კბილებს თუ რა არის ჩავიყარე ეს გავიბერე აუ უნდა შევეჯიბროთ ამას რა ბიჭო 34 ხინკალი ვერ შეჭამ შეჭება და ესეც ეხლა არ შეჭამს ეხლა რო შევჭამ 34 ხინკალი
ბილბაოს თამაშის 25 ბილეთს შევჭამ ეხლა. რა შეჭამია ბილბაოს? არა, მე მინდა შეხო არ გეპატიშებ. ბილბაოს ბილეთს მიყიდი? წადი წამოდი. რატო წამოდი? მიყიდი? და ხო არ მოусვია. სულისგან გაიჩი. დიეტაზე ვარ და აღარ მინდა, არა, არ ვსვავ ეხლა. ხო და რამდენი საათი ვარჯიშობ? გააჩნი, აი წლის დასაწყისი შარშან სეზონი რომ მორჩა ტრაუით დავამთავრე საკმაოდ ვიჭვარი წლის ბოლოს და ერთი, ნუ სექტემბრიდან დეკემბრამდე ვერ ვარჯიშობდი თითქმის. კარგად წონაშიც მოვიმატე. და წონა ეხაც არ დამიკლია მაგის ვერ, მაგრამ ჯანზე გადავედი უფრო, მაგრამ ვარჯიშობ დღეს სადღაც 6-7 საათს ვარჯიშობ. და ეხა 25 გინკავს აბარა იქნება 7 საათი დღეში ვარჯიშობ. ეხა არა, ეხა ნუ როცა სულ თამაშებში ვიყავი და როცა სიტუაცია ერთი კვირა გაქვს შესვენება რა. მარტო დათი ხარ? კი, ანუ ხან ეხა პირველად წავიყვანე ჩემი ფიზიოთერაპევტი და ეგ ჩამოყავს ეხა საქართველოშიც. რა სადაურია? მოლდოველი. და მაგრამ მაგარ ჩოგურთელებთან აქ რა. ისე ხო და ისე მარტო ძელი არ არის ბიჭო, მარტო აი რაღაცა. არა, რატო ვიღაც გუგუები არიან და მოვლენგი ბალეს. ეხა ნაკრებზე მითხარი ეხა ორი სიტყვა, ჯუმპაო ჩვენი ძმა არის ეხა. ეხა მე ვიცი რომ ამას თელი საჩოგბურთო სამყარო ყურე და ყველაზე მინდა რომ ვისაუბრო ვაფშე. ხო და როგორი ურთიერთობა გაქვს მაგასთან? თათუნასთან, ჯუმპაოსთან? ჯუმპაოსთან ალბათ 13 წელია. მოვარჩევ და კიდევაც დაახლოებით 20 წლამდე. საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ანუ ის არ იყო რომ აღარ მოვარჯიშებს და ვიჩხუბეთ და რომ ხო. არა, არის რაღაც მომენტი, როცა ზედმეტად ისეთ ურთიერთობაში გადადიხარ, რომ აღარ შემოსვენ. ხო. ხარ რა. გინდა მაგაზე მაგარი რამე მოგიყვე. მიდი. აი პრობლემი ისევ და ისევ რა. ერთ-ერთ წელში ეგ იყო ჩვენი მოწინააღმდეგე. და მე ისედაც ვისვასვი ბიჭო, ჩემი გაჭირება მაქვს. ეხლა კი მოუმატე ცოტა ვივარჯიშე და. გუშხო ისიც ჩააწოდე. ხო ნახე? დავინახე. იყო იქა, კიდე გაი, ეხლა თორე ეს მოგესე, ეს ნახე, ეს მედი. ეხლა ბიჭო თორე. მე რომ მოვედი ისეთი მაგარი ფეხი მაქვს ის. არა, რაღაცა დღეს მაკლია შენთან გატრაგება და იმითომ გადმოვიდა. მედიატორი იდგა. მოიგე და. ნუ ჯერ ხო იციან რომ მარცხნიდან თუდად ხელი უბიწეს, მოყვარულს მარცხნიდან სულ პრობლემაა ყველას, ეშვიათ რომ კარგად თამაშობდეს და ნუ ჯერ ხო აქეთ მიწვიდა მდატრიალებულებს. ანუ და მე უნდა ჩავაწოდო ეს ბურთი, უნდა გავიხედა ბადესთან აქ ითხარეს დგას ზუსტად რა. ახლოს მოვიდა ბადეს და. ბიჭო, მე ვთქვი. ეგრეა, მაჰო, ეგრე კი არა. აუ, მაგაზე. ეგ მასწავლა მაგან. აი, ხედავ. და მე აი, მე რომ მოხდეს მე ბურთი. ტურნირზე ვარ და მე აღარ მახსოვს რას. ან 18 წლამდე შეიძლება კაცებში, ტაიწყველებში მესამე სეტში არის სუპერ ტაიბრეიკი 10-მდე. მოიცავ. პროფესიონალების ტურნირზე და. ხო და მაგა რა პასტია ბიჭო ხატო. არის ტაიბრეიკი 10-მდე. 9-8 ვიგებთ. ან 9-8 ვაგებთ. მაჯბოლი ან იმათავთ ან თან ეგ რა დროა 9-8 ტაიბრეიკი. ისინი აწვდიან და ესე მივდივარ რა, აქეთ არის ჩემი მეწყვილე და მე ვდგავარ ამ კვადრატში და ეს ხო არის ბადე. ნუ აქ მაქსიმუმ აქ შემიძლია და აქ დავდექი და ხა მეთქი კიდე რო ნერვები მოუშავ თქვა ეს შემოტრევა და ვითომ იქით-აქეთ ვიყურები და თავში ხია. და იმათი აქულა. ხოიასმია. აკრას დათუნაც იყო მან მაგდონილზე. ბიჭო, ხო მაგარი უსწავლებია რა. არა, პროებში არ შეიძლება ეგ. მე მოყარელი მე რომ მომერწყა ეხლა რა მოვიდო. აი ბიჭო, არა, ისე ძელია ხო? აი ხა დავამოღამე რომ ზურგით არ უნდა დავუდგენდო რა. არა, ბიჭო, ზურგი არ ჯობია სახეში მოხედრა. ყველგან იქნება რა, სამო. ისე ამ დროს აი ყველაზე მეტად აი რამერთულება რო გიყურებთ ხოლმე, იცი ზოგადად ასის მოწოდების მომენტი რა, პადაჩა სანამ მოაწვდა. აი ყურადღება ასის მოწოდების მომენტი. პადაჩა რა. არ გეფანტება? არა, მაგაზე არ გეფანტება. აუ მე მაგარ ძალიან დიდ რა ეფანტება ამაზე ისი აქ ბიჭო. არ გიჭირთ სხვანაირად დაგისვი ახლა რა კითხვა. იმიტომ რომ ყველაზე რთული ტრიბუნა, სავსე ხალხი, იქ ხო თეატრს ვამსგავსებ ხოლმე ხანდახან მაყურებელს იქ ტელეფონი არ. ხო, ყველაზე მაგრა ასწორებს. ხო, მე მაგარი გაფანტული ყურადღება მაქვს. ბიჭო, შენ ეკონტაქტები ხა იმ ტიპებს იქ ეხა ეს მამა შენს მე ვინც გინდა იყოს ყველასთან კონტაქტი გაქვს სულ რა. ხო ეგრეა. თეატრალური ტიპიც ხარ, მოდი ესეც ვთქვათ რა ეხლა. ხო, არის ანუ ის დაძაბულობა რაც გაქვს ამ ლაპარაკში, იმაში ყურადღება ცოტა გადაგაგდა გამოვიდა. ბიჭო, ცოტა უსწავლ ხო, აი ხო ხტებით ჩოგბურთზე როგორი სტერეოტიპებია, რომ იქ იკა და ფეიძა და იქ რაღაცა და ხო ის სისხლიანობა და შენ რადიკალურად სხვა იმაში ხარ რა. ჯოკოვიჩი აიღე ნადალია, ყველას მოყავს მაგალითი ფეძა ერთია ეგ. კირგიოსის ნანხი აქვს, ვენაფლეკიროზის უკან.
და ვიღაცა ბესტილერი როზე. ბესტილერი ხო და რო ეძახიან. ვიღაცა რაღაც რო ეძახის და ეს ხო ეჩხუბება თან აკაგუნებს. მე მიტრიალდება და მას დაინახავს და ამას ასწავლი მე როგორ ითამაშოს როლებიო ისე გაიხება სიცილით. ხო და აი ყველაზე მეტად მგონია რომ რთულია აი პატაჩის მოწოდება. ყველაზე ისეთია, ჩემთვის მიღება უფრო რთულია, მიღებაზე რო დგეხარ. ანუ ერთი თვალი რო გაგეპარო, შეიძლება გვიან დაინახო ბურთი. დაუწიე რა. ვინ არის? და მოწოდების დროს შენ ხელში არა ცოტას გაწელო. არა, ამას უჩქარო. ამის მოწოდებაზე ხა მარტივად გეტყვი რა. ჩელენჯი გააკეთა ტიპმა ომის დრო უკრაინის იმაზე, რომ რაღაცა ერთი ეისი 10 ლით რაღაც, ანუ ეისი არის ამისი კოზირია, ამის დატყმური ჩემ ტერს, ბიჭო, მე მაშინ რომ მომარტყა მაგის გარდა კიდე ერთი რო დაარტყა. ჩაწოდება არ მომირთყია. არა, ჩაწოდება არა, იმიტომ რომ შენ გაბრაზდიქ რაღაცაზე ეგ და ბურთმა რო გაია, ეგეთი ხმა იყო. ხო რა. ისე რა. მაგრამ იცი რა კაია მათთან თამაში გეხვეწე. არის საშუალოდ ალბათ 200 გიგლეჯია? 225. არა, 229 ჩავაზოდე ავსტრალიაში და 237 ლიტვაში. როგორ უნდა აიღო? 227 რა იყო? ისა 227 დამეტანია ბიჭო, მაგ ეგ მოწოდება ხე. არა, ელიტარულ ტიპებს არ ქონიათ, ივანიშევიჩი არ ასწრიდა, მაგ სიჩქარე. ძალაზე ან ყველაზე ძლიერი ჩაწოდება ჩოგურჩი რაც დაფიქსირდა იყო 263. 263. ვინ იყო თუ ვიღაცა უცნაური კაცი იქნება? სემუელ გროტი, ნუ აი როგორ უნდა აიღო? ვიცი ეგ გროტი, ის თუ არის. მაგის მე ეგ 263 ვერ მიიღო იმან და მეორე ყველაზე ძლიერი რაც იყო 257. ჩააწოდა და მიიღო. არა, კუთხეში თუ ვერ მოარტყია, ინსტინქტურად იღებ რა. ო, რო ეხა უშვერ რა. ხანდახან უფრო მარტივია ვიღაცა რომ ძალიან ზერად გიზვის და თუ კუთხეებს ვერ ასდევს, ანუ იმდენად სწრაფად ხდება მიღებაზე რა რომ ხანდახან იმას ფიქრობ, ეხა ესე მივიღო ცოტა ზევით. ნუ დახვედრებაც მოსულა რა, ეხა მაგ ბურთზე. იმდენად ჩქარა მოდის რომ ვერც ასწრებ გააზრება და იმდენად კარგად შეიძლება ინსტინქტურად ავტომატურად დაახვედრო და ეგ სიჩქარები რაც მოყები ფიზიკი ხა კი პელეებით გახართ იქ და ბახ-ბუხ, მაგრამ ძალიან თუ შენი სიჩქარე რა იყო მაგზა. შენ მითulis 100 სიჩქარე კორტი. შენივით რას ფიქრობ? ჩვენთან ის არის რა ქვია? შენის ახლა პასი. რათი შენ წაგიღებ იმაში ნამოხვანში 130 140 თუ უჯველი ჩაუწევ. არა, კი, კაცო, იქ ბიჭო, კერე და ისინი აწვდიან ზმაო, არ სხვებზე ნუ უბრალოდ ეს შენი მაინტერესებს ამ შემთხვევაში. ნუ და ნუ ბოდიალობ რაღაც. ჯერდი გუშინი იყო იქ და შემთხვევით დაიმხო რომ თამაშობდი და იცის რომ მომატებული მაქვს, სხვათა შორის მამამისთან ვითხარ და აკამაც ვითხარ რომ მომატებული ქონია შენო. იმიტომ რომ გული არ გაგიტეხო. გუშინ მაგარი თემა იყო, ხო წინა ხო იყო და ჯუმპა მომიყურეს და რა ბლატები გაქვს პირველ საათზე დარბაზი საიდან გაჯიტეო. დიმა მოდი შენი ყავ ჩემი წურ მართლა საბავლე მინდა და მე და შენ გაჩვდი ბიჭო შენ მიგაკრავ რა ეს ჩოგბურთი არ არის შენი საკრავში რა წამიყვანე აი ხა რო თქვი რომ იქო გოგოები არიანო და იქო და უძახია ტრიბუნიდან გამით ზოგადად გამოყვების იქ რო მე რო იძახია ხო იცი ეგ ცოტა ის სხვა ლეველზე უნდა იყოს რა სხვა არის შეიძლება უცებ მე ტეფიგრას რო მე გიჩულოს რამე მანქანა ან 200.000 აქტიოს რა ეგ მაგისტრის უბრალოდ საბა ეს ახლა ეგ მაგარ მოდაში შემოვიდა რომ ყველა წარმატებული ისეთი ვინც არის კი ეგ ქონია ეგ აი პატარა ბიჭობაში ვიღაცები შეხედა რა ქვია ქონია რა ეს ბიჭო ისედაც ბუნებრივია მე დედას ფიცავარი აი აღარ იყოს მოდი მარტო დიმასთან რა ჩაიგმიდე მარტო ამას ვეკითხები და დიმამ ცემს პასუხს მა ჩაიგმიდე რო გადაახვიოთ მეგობრებო პირველი ეპიზოდიდან ახლა ნუთან ნოდა კი როგორ არა სოდიმაზე ის აიფარა კითხვებიც არის თვალი აწუხე მაყურებლის კითხვები აუ ესე რო კითხო ხო კითხვებია ძალიან გააკვირდა აი ესეთი არ არის ეხა არ მაგაზე უთხარი ეგეთი ტიპი ვარ რომ სულ არავინ არ იყოს სულ რაღაცა ის ეგ არის პროსტა რა ეგ ან ხარ ან არ ხარ ეგ არის არა შენ ეხა სიმპათიური ახალგაზრდა ისა ენერგიული და თან ჩოგბურთელი ახლა მაგთემებში არ მოვდივარ ახლა არ შემოვდივარ რა იმაში რა ქვია ახლა რა წერია ვამოს ვენ გაიალე ცოლი ხო არ ყავს ხო და ეხლა უცებ რომ მოდი მამაშას ჩაუტაროთ პრანკი ბაზარი მამაც ოლი მოყავს არა კონტი არა მამაჩე მაგას არ დაიწყე ვიცი მე კარგად ვიცნობ მამაშას რამდენი უკითხე საბ უყურე რიტუალი რომელსაც კორძზე გასვლამდე აკეთებ თუ არის ეგეთი რამე მე ამას სპორტსმენების რომელწონებია შენ ამას აკეთებ ნოდარ ამას დააფიქსირე შენ ეს არის შენ რიტუალი არის ეს დააფიქსირე ა რავი ესეც შეგილია რო ატრიალო გაჩუნდი პასუხი შენი გავცეს წარმებიდან გამომდინარე აი გვიპასუხოს ეხა აი სადი ამის თვები ნახე იმასავე თუ რა ეს
მიდი თქვი რიტო. ალბათ ეგ ყველა ჩოგბურთელს აქვს ახალ იმას ვაკრავ რა ნამოდგას რაც თქვი ქართულად არ ვიცი. დასახოს რა ტარზე. ეგ არის შენი რიტუალი, მეტი არაფერი. არა. მუსიკას უსმენ რაღაცებს ამბობენ ხოლმე იტყუებიან. მე ვაპარაკებ. ბიჭო, აძალებს რომ ეს იყოს რიტუალი, რა. არა, ეგ რა რიტუალი, ეგ კარგია ისედაც უნდა დაახო. ანუ ისიც აი ზოგს აქ რო აი ესე უნდა უქნა ისე უნდა უქნა. ემსაგეთო, ნოდა ჩემი. ძალებს ვიკრიბა. შემდეგი ერთი მე არა, უყურე რიტუალიც არ არის, ეგ საჭიროა, საქმისთვის საჭიროა. სპორტსმენი არა უმორწმუნეები ზოგადად. ეგ უხდება. საქმის კარგი ახალი ტარს რაჯობია, ნოდა რა მიცის. ხალხნო, ეს არანაირად კეთილი კაცი არ არის. არ არის კეთილი კაცი, გარყვნილების ბუდია. არა, მე ხო ის წესია, შენ თან აკეთებ? მე წესი რა. შენ აკრა ხო? ამასთან. მაგ ბრავო! ჩიკო დემიკა. არა, ამას ვინდიკეთებს თორე ეს ვიცი შენი თვაკე. ბიჭო, ფეიერვერკი. რა ჯიგარი. ურა გაიხსნა. რა პენალტი დაუყა. ეს ვიცოდი ბოლოს რა ყვებოდა მაინც და გახსნა ეგრევე. ანდრე რო კომპიუტერები იყო. ძალიან ცუდად თავარჩი. ძიმა. კაი იყო. ნოდა გაჩერდი. ერო 440-ს რა მოაგდა. აუ რა კარგი. სხვადასხვა ერთ 300 პანჯერას რო გაგიხსნა და იმით რა. საბა, ჩემი სათქმელი. ეხა რო უყურებდი უცებ ის გიფი როდეს სომხეთის პრეზიდენტზე ფახტი ფოხტო რო იძახეს აი იგივე აკეთა ეხა ფახტი ფოხტო. ვახ თავი ავტკიდა ბიჭო რამდენი ვიცინეში მეორე საბასთან ძალიან კაი. ვახ ნოდა წადი შენი რა ბეიძო. ყველაზე უცნაური ნივთი რითაც ჩოგბურთი გითამაში ჩოგბურთი თუნდა ითამაშო ფეხბურთი ხო არის კოკაკოლის. ჩოგბურთი თუნდა ითამაშო ნივთი რაღაცა ქილებით. ალბათ მაგიდი ჩოგბურთი ტელეფონით მართლა მითამაშ. ჩოგბურთი ჩოგბურთი მაგივრად გიწი რა მაგიდი ჩოგბურთი კი? არა, ჩოგანს ურტყავდა ტელეფონს. არა, ჩოგბურთი გითამაშია, ჩოგნით ანუ რამე სხვა რა, ბანკილა რამე, რავი რა გითხარ. მითამაშია იმითი რა ქვია. მიცდია ბეისბოლის ბიტით. თუ შესაძლებელია. აუ, რა საინტერესო, როგორ არ ტყავდი? მაგარი რთული. რამდენი ააწყი დაახლოებით? ვერა. არა, ბიჭო, მაგის დაბრუნება. ჩაგდო მაქსიმუმ ზედი. თან ეხა ბეისბოლის ბიტა რაღაცა ისეთი ძიმე და თავი ისა და. მაგრამ თუ კარგად ამ შენ რა ტონის ჩოგნით თამაშობ? 312. 312. და რამდენზე ჭიმო? 23. ეს აზია რა ეხა რას გელაპარაკები? 23 ხალხს. 23-22. შენ? ო, 22. შენი რამდენი? მე 23-22-ზე და 300-იანი მაქვს. აღარ იონექსი ვიყიდე სხვა შორის და ძალიან მესია. ედი რო გეჭირა? ხო და ის დავჩავაკის პარკში ტოვები მე ეს. სკუტერით რო არ ვათრიო და დამეწვას კაიგე კიდე. აბა ერთი და დავასვენოთ კითხვა. არა, მოიცა ერთად რა უნდა დავასვენო. ლექსი რა. სპორტებზე. რას ბიჭო რა ეს 12 კაპიკიანი კომუნისტების დროინდელი მათემატიკის დროეული სადიშოვე შეჩემა. შენ თუ ტექნოლოგიების მეფე ხარ, ის არის მესიჯის მიწერა არის ეს რამდენჯერ ალო კი არის. კორტებზე რომ მაცივრები დგასო ლუდი და ღვინო ვინმე ჩაუციებია. აუ გადა მომხდარა და აუ რა მაგარი კითხვაა საღოლ. გაიხსენიო. დარწმუნებული ვარ ლუდიკი. ჩვენ თამაშის დროს თამაშის დროს ვინ დალებს შეჩემ. ჩაუდებდა რა ვინმე. იცი რატო ანუ ხარჯია. ანუ ხშირად არის სპორტში რაღაც რო გიკვანძება რა. ხო. მაგ დროს თამაშის მე რაღაც ცოტა ლუდი რომ ბიჭო ლუდი მაგარია. მეც ხა ადრე სულ ბავშვობაში ზბორზე იმაზე რო ვიყავი ხოლმე ფეხბურთიდან ვარჯიშის მერე ერთი ცივი ლუდი წავიდა და კუნთებს გიდუნებს და გაძინებს და რავი რა. მან ხო ის ბავშვობაში რა მეგონა, აი რეილა მესხის კორტებს რო უყურებდი ხოლმე პირველ ახსენ გადიოდა და ჩოგბურთი. ბიჭო, შეშენებაზე ჩოგბურთელი და ჩაყობდა ხელს ამოიღებდი მას კაპს ყავს და მე თქვი ბევრია იქ რა, ბევრი ხრია და ხო იცი რა იყო მაშინ 90-იანი გაჭირება და სულ გინდოდა რომ შენც ყოფილიყავი იქ და რაღაც ბევრი ნაყინები და სულ ნაყინები მელანდებოდა და კოკაკოლა. აბა ეს შენ არ გეხება კონკრეტულად, ვაი რომ ზოგადი კითხვა. რატომ კივი ხართ, ანუ ყვირი ხართ უნდა იყოს ალბათ, შენ არ კივი ხარ. დარტყმის დროს და ეგეთი რთულია ჩოგბურთი. ქალები რო საბა ეგრე არ შეიძლება ბოიში. ქალები ყვირიან? აუ. ბიჭო, ეგენი მოსმენელი მაქვს იმენას პორნოის გეგონება საიტი დო. შენ სხვა ზოგი სადა პორნო საიტებს ეგეთი კაი გაყვანი. ხო, არა, იცი რა, მართლა ეგ რა ისი ის არის. ჯანსაყოლებ აი რა რო აუხახავს. რაღაც ისავიგეთ ამასია, რაღაც 2 თუ 3%
ძალას გმატებს ყვირილი. ფოკუსს გიუმჯობესებს და ანუ დაძაბულობა რაც გაქვს მე გამოაქვს და ენერგიას გმატებს პირი. აი ახლა დავცინებ და მოყარულებშიც ჩვენც იმაშვები. ბიჭო, მე მგონია რომ ექშული აი როგორც ბოქსერები არიან რო არ ჩომეხსიათ რომ ხო ეგ არის. აი ეგ არის. აი მეკარეები მაგრამ ქალების არის ხანდახან არ უშლით ხელს ბიჭო აი ბიჭო უყურე ერთამი კაი მე ზამყვირი მე ისე უყური ხომ მე ჩემ თამაშს რო გადავხო და რო უყურე მე რო ვიყო ჩემი მოწინააღმდეგე გადავიდო ხო და ეგ უნდა გიკითხო ხო არ უშლის ერთმანეთს მაგრამ მოსულა ხო ეგ რე აგრძელე ან მე მიმერე ნოტები მაქვს ჩემი რა როგორც არა თან ბოთის დაახლოებით აი მოკლის დროს არის კაი აი რო გაუშე რო წავა უნდა გააგზავნო თქვა რომ ის ვეღარ ეცნო შენ როდის ხვირი ხარ ნოდა მე მაგალითად აი კაჭრეთში ვითამაშე ერთხელ და აი ეს მქონდა აი ბიჭო როგორ ყვება იცი რომ ერთხელ ვიბნოზე ვითამაშე ეხლა განსხვავებით ამიტომ ეხლა ქართული ჩოგბურთი აი ზოგადად რა ეხლა მე ვიცი რომ ბევრად მეტი არის საჭირო და რა ვიცი ეხლა არ დავიწყებ აქთეს ლაპარაკს რათაჯები ლაპარაკია ყველას კარგად ვიცნობ და ვიცით რა ის არის ესე იგი აგასისთვის გვაქვს მოგებული ზოგადად ვაქვს ლაბაძეს საფის უგებდა კიდე მე მგონი თავის დროზე. ანუ კიდე რა გვაქვს? ბასილამ ფედერეს მოუგო. ბასილამ ჩოგბურთს მოუგო. ხო რა. დახურა. ეგრეა რა. ბასილზე გითამაშია? ვარჯიშზე კი ისე არა. ანგარაჟზე ჩიქროლა და. ბიჭო რა ეგეთ რა რომ მოაწყო და ხალხი გაიცვება სპორტ საზღვრებში. აი ბასილა და საბა და პრომოუშენი გაუკეთოთ UFC-ში რო არის. ფული გავაკეთოთ. აიწყო ცხოვრება. ფული გავაკეთოთ. არა, ხო და მაგაზე გითხები, პოტენციალი. აი მე ხა ხოდები ჩვენ რო როტლის იყავი, იქიდან უყურებდი იქა, ის აი ანაშანიძე მახსოვს ბავშვი რაღაც ძალიან ნიჭიერი პატარები რა. მე ხდება ისე რომ ფულია დიდი საჭირო რა. განვითარებისთვის. ეგა წაკითხური მაქვს. საჭირო რომ ხო, ბიჭო, აი ჯერ უნდა გადადო თავი, მოდი რა. ჩოგბურთი არ არის სპორტი, რომ რაღაცა ისწავლო და ლექციებს დაესწრო და ეგ აი როგორი გამორიცხვა იცი 15-16 წლის მერე ან რამე სწავლობ ან ხარ ჩოგბურთი მორჩან უნდა გადაესწრო. იცი რა ჩოგბურთი პროფესიონალური სპორტი ეგრეა ზოგადად რა მოდი რა. მე სულ ეს ძალიან ბევრი იდეა მაქვს თავში ხამე არ მძინავს არ ანუ სულ რაღაცაზე ვფიქრობ და რაღაც ხან იზავო იწყე ხან ის ბიზნესი რაღაც იგით აქეთ არაფერი არ გამოდის ანუ ან უნდა იყოს ჩოგბურთი კონცენტრება ამაზე ანუ ფიზიკურად ვერ გააკეთე. ე ბიჭო ვიდი ხა ისო ბევრი ფული მე გააკეთე რა ბიზნესი გინდა რა. არა პირველ დავიდა 18 მაიკები შემოვიდა მაიკების ის დავაპრინტე ხო რა საპრინტავდი ვერაფერი ვინც მაიკებს ყიდა იმან მოიგო ფული და ვინც პრინტავდა იმან ხო და კარგია იცი რა შენ იმათთვის ვიმუშავია იმათთვის ხო და გასახსენებლად კვილად ეკრებათ რომ არის აბასთან ერთად ხო და ამიტომ უნდა გადაერთო და უნდა აკეთო რა უნდა აკეთო არა აზრი ანუ ვერაფერს ვერ გააკეთე ხო იჯი ახლა ის გაკეთების უკვე უცხოეთში მომზადება უცხოეთში ყოფნა ჩვენ ჩოგბურთელები ხა ბასილა საერთოდ გასულია და გოგოებიც რა ვინ ჩოგბურთს თამაშობს ჩათვალე ყველა გასულია ყველა გარეთ არის სულ ეხა ანუ იმდენად რთულია რომ იტალიური სწავლა დავიწყე და როცა ტურნირში კარგად თამაშობდა სწორედ ნახევარფინალამდე მივიდა გაკვეთილი რომ აქ ხომე ანუ იმდენად იღლები თამაშზე ემოციურად და ის რომ ხანდახან გინდა რომ პროსტა წამოწვე და всё არაფერი და თუ თამაშობ ერთეულსაც და წყვილსაც იტყვას დილას ერთეული შუადღეს წყვილი აი ხანდახან არის 5 საათი მოგიჭიროს სიცხეში დგომა აი ვაფშე არაფერი აღარ გინდა და მე მოდი და ეს კინოს ყურებაც აგია პროშე დაწვა მანდაც ეგრეა თუ მოყარულებში როგორც არის რომ დილით 10-ზე ითამაშენ მე 7-მდე იციდო არა ეგეთი ორგანიზება არ იქნება მაგრამ ნუ ძნელია მოცდა გიწევს რა ნუ თუ წვიმები არ არის იდეაში და რო ვიცახი რომ მაგ დროს ჟანგდები თქო ვერ იგებენ ის როგორც არ თამაშობს რა აი სანამ ადგები ვიყავი ამერიკაში წავედი ეუბანკს ვეთამაშე ბაშორტ კარგად თამაშობს 30-იანი ეუბანკს 30-იანი იდეა მე ცოტა გაიწია უკან ხო 11 წელი და 20 წუთი კორძერო შევედით დამეძია ხამე ხო ანუ ავარია ეს ანუ ყველაზე ცუდი ეგაა ჩოგბურთში რომ ჯერ ხო ამდენი გადაფრენა გადმოფრენა ხან ჩადიხარ ხან თიხა ხან ხარდია ხან იზბურთია ხან სიმაღლეა სიდაბლეა ცხელა ცივა შენ ჰარდი ხო უფრო ჰარდი ვიცი უფრო ჰარდი და ეგ ხორთულია და კიდე არის შეიძლება რომელიღაც ტურნირს ანუ ადამიანის ტვინი ხო ეწყობა გრაფიკს თამაშობს ღამის თამაშებია ხშირად არის ევროპაში ამერიკაში თამაშები შეიძლება შეხვიდე ღამის 12-ზე პირველზე და სადღაც გადაფრინდები და დაგაყენებენ დილით 10-ზე ხო ისე შემდეგ კვირაში და ანუ ტვინი ვერ ხვდება ვაფშე ღამის 10-ზე ვთამაშობდი ეხა დილის 10-ზე უნდა გავუგზო და ეხა მოხდა ეგეთ რაღაც ეგვიპტეში ასტრალანი დრო შეცვალეს და თამაშები იწყებოდა 10-ზე
და მეოთხედფინალის წინ შეცვალეს დრო. ანუ იდეაში კიდე 10-ზე ეწერა, მაგრამ გამოდიოდა 9-ზე. 9-ზე. აუ პირველ სეტში 4 თმოს ვაგებდი მეძინა. ნო. ყველას დაუწყე სანამ ვეჭუბე ვაგინე ყველას მე გამიქვეს. მოიგე. აი მაგ ტურნირებს ხო ხა აზზე მოსული ჩოგბურთში. არა, ნოდა რიგ ბევრი ხალხია და ინდივიდუალურად შენ ინტერესს არავინ არ ითვალისწინებს რა. აი ალბათ ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი. ნუ ეხა ხო რა როგორც მარადონა და მესია ფეხბურთში ეხა ეგეთი. იმისთვის აკეთებ. აი როგორც მესია ეხა ამერიკაში რო აი საერთოდ ეთქვის ეხა ჯარიმა დადებებს. არა ხომ არა ხო სხვა. კითხვა რომელიც მეც უნდა დამესვა და პროფესიონალური კითხვა. როდის ვიხილავთ ATP-ის ტურნირებზე საბას, თუნდაც 250 ქულიანზე, ან რამდენად არის ახლო მომავალში მაგის შანსიო? ჩემი ეხლა რეიტინგიდან გამომდინარე, გვინდა რომ იქ იყოს. სავარაუდოდ შტუტგარტის და მალორკას ATP-ზე ბალახზე მოხვდები. ალბათ სეზონის მეორე ნახევარს ჩინეთის ტურნირებზე მოხვდები. შარშანდელი რეიტინგით სადღაც 330-340 ხდებოდა ეხლა. ეხლა 280 რაღაცა იქნება. ყველაზე დიდი სურვილი რის მაქვს შანხაის მასტერსი რო არის 1000-იანი. ხო. დიდი შანსია მან მოხვდე რა. ეგ გაიდო მაგარიტონერია. ნუ ამ ჩემი რეიტინგი და უფრო დაბალი რეიტინგი დაახლოებით 3-4 კაცი მოხვდა. და ეხლა ჩვენთან რო ტარდება ტურნირები, მანდაც კარგად რო გამოხვალ, შეგვიძლია სადღაც US Open-ის კვალიფიკაციაში მოხვდეთ, ხო? ნახოთ. არა, ნუ ხო არა, ალბათობა არცებობს ეხა, ხო მაგისი? არა, ვერ იტყვი რომ არ არსებობს, არსებობს რა. ძალიან ხშირად ჩემ მეგობრებს აბა რა, ბევრს დაკავს ბავშვი ჩოგბურთზე და აი რაც თავი მახსოვს სულ ეგივე პრობლემებზე არის ლაპარაკი, ხო ხდები? იქ ბავშვთა ჩოგბურთში ვთქვათ, მსაჯობა, ორგანიზება და რა გახდა ისე, რატო ეხა მე შენ კი არ გთხოვ პასუხს, მაგრამ სხვაებიც არის პრობლემა. ხო. რთული სპორტი, ეგ არა, კორტზე შეიძლება 6 მსაჯი გეждდეს და მანდ ვერ ხედავ. თუ ავტომატური სისტემა არ გაქვს, ვერ ხედავ. ავტომატურ სისტემასაც ეშლება, ნუ ეგრე ვარსაც ეშლება ფეხბურთში, მაგრამ ანუ ეხლა იმ მსაჯისაც მესმის. იცი რა ძნელია ეს? აუ იქ რო ზიხარ, აბა. ეხლა ვიღაც კარგს კაი თამაში რო უყურებ, კიდე მესმის, აბა 14 წამდე ბავშვები ესე რო აგდებენ. ხო, იქ საერთოდ როგორ არის, იცი, კაცებში კიდე ბამ ჩქარამინდის თამაში რა, შეიძლება საათი და 15 მინუტში მორჩეს თამაში და ვიღაცა 2-14 წამდე ბავშვი შეიძლება რომელსაც წაგება არ უნდა ამაუყურებს გადაგდება რომ მიდის. არა, მშობლებიც არის შედიან და მე მშობლები კი, კაცო, იცოცხლეში. მე მაკოშკურიდან გადმოვარდი. კი, გეტყობა, ნოდა, თავი და ესი. შენ გეტყობა რომ საბამ ბურთი გაგარდა. არ მოხდა მე გუსეში. აი აქა გაქვს. ხო, მაგრამ ბიჭო, თქვი აგებული, რაღაც აგიდა ყალყალზე. გამახსენა ჩემი ჩოგბურთის კარიერა. თავი და ბოლეტერის აკადემიის რაღაცე მაქვს წაკითხული და როგორ არის ძი ყველა ვინც მიდი ახლა ხო ზვირიგეს გადასახაიდებ თელიანბოიდან ბევრი არის ყველა ერთნაირად და მე ის კაჩავსო ვისაც ფული აქვს რა ხო და რა პონტია ერთნაირად გამოდიან რატო რა პონტია რა ფული ტალანტი ძალა და არა ხო ტალანტი ხო რა არის რაღაცა რა აი რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ მით უფრო პატარა განსხვავება ციკლები დაგჭირებია ყოლია ვარ საერთოდ კონსულტაცია რამე გაგივლია არა ისე ზოგადად ახლა ვიცი რომ ეკრა კონსულტაცია გამივლია მაგარია მე არ მიყვარს არა საჭირო ხო არა ვის არ უსმენს ცხოვრებაში ეგ მინუსია თუ პლუსია არ ვიცი ხან როგორ ადრე ყველას უსმენდი და მე გადავწყვიტე შენ რა თქმა უნდა ეს შოგას დაამტრო მოიგებ არავინ არ წირდება ჩემი აზრით აი შენ საქმეში რო რაღაცებში ერევიან ეგ ბაზარი არ არის არ უნდა მოვუწევ და თუ ტასკია ხო გაკ ნანახი ძმა შენ საქმეში არ ეხები რა საქმეში არ უნდა ჩაერიო თორე თხერო ერთმანეთ საქმეში ვერ ეხა უცებ კითხავ და უცებ თქვი არ ფიქრი არ უნდა მანჩესტერი ბილბაო ვინ მოიგებსო მანჩესტერი გინაცვალე ნო და ყველა შენ წინამდე გარი ესე იგი გადაცემა რო დაიდება ბიჭო რამდენი კითხვებია რა არის აბა და პოპულარული ხარ თმაო რა იმა როზი ვარ ეს სამხელა ფურცელია რა არის ხისტყაოსანია ეჭემ ფურცელით ხარისხი დაიწვა ბიჭო ამას რატო წერ ვერ ბეჭდა არა დიმა იმაზე ლამინირებას გავუკეთებ კიდე რა შეერეგე აი ავტოჩხეიძეა და არ დაავიწყდეს წერა კალიგრაფია რამე ამოწყდეს ამა დავიწყე ეს ბიჭო გაგიჟდი ავტოჩხეიძე წერს საბა როდიდან იწყებ თამაშს სტაბილურად ჩელენჯერებზე ნუ იგივეა ფიქრობ რომ კარიერაში ერთი ATP უმაღლესი ტიტული გექნებაო ბალო ჯერა გაც ეგ არის ხო და რო ჯერათ იმიტომ გამოგიჟდი შენ უიცი ეს ყველაზე ცუდი არის ხალხ ზოგს რო თავის ჯერა აი ზოგადად ეგრე არის რომ ვიღაცა რო ძალიან თავდაჯერებულია აი მან და დადებული არ თავდაჯერება ხო აი უყურე ხა პარადოქსებს ლაპარაკობ კარგია თუ ცუდი თვითდაჯერება უნდა შენი თავის იმედი გქონდეს, მაგრამ აი
თავდაჯერება აი მე. გავალ და ამას რა უნდა ხო? არა, ეგ არის ყველა სული. ხო, ეგ 2-4 ეგ ეგრეა. ხო, ამასაც. მანქანას ვატარებდი ტიპები. აუ, ეხა ნახე რა. ხო, ხო. არა, ეგ ეხა ეგ მანქანა ტრანსპორტი ეგ საკითხავთან თემა. ზოგადად ჩოგბურჩიც ეგრე არის, აი ისე. შენ მოწაგიგია მაგის გამო ვიღაც ისე ტიპთან ვისთანაც 10-დანაც მოიგებ ეხლა აწი. ქონია ხო ეგეთ შემთხვევები. აი ფენომენი. მე სანამ ჩოგბურთს თამაში დავიწყო ვერ ხვდებოდი. 5-0 და როგორ შეიძლება წააგო ბიჭო. და მე არა შენზე არ ლაპარაკობ მე კაცო. და ჯერ არ წამიგია. კაი 4-0-დან მოიგო თუნდაც. ხო მოგიგია ბერჯერ 4-0-დან. ეხლა ხან არ მოიგე? ბოლო 1 კვირის წინას და 1-2 თვის წინას. რა ანუ მომენტია რა, აი უყურე 4-0-ს იგებ. შენ იმაზე აგიხსნე და უცებ ის აწვდის. გაგიხადა 4-1. მე შენი ჩაწოდება წააგე 4-2. იმან თავისი მოგიგო, ნუ დაწოდების დაბა 4-3 და 4-3-ზე უკვე რო აწვდი. მე იმისია. მე უკვე მანდრაში. არა, არა, იცი რა, თან მე ერთ ბურთს. ეხა ეს რო წავაგო 4-0-დან 4-4 ხდება, აი ტვიში იკეთება ბურთს ვერ აგდებ. ეგრეა რა. მე 1-2 ბურთი რო წააგო. რატო არ მესმის მაგ მოდუნება, იცი? ჩემთვის მე ხო არ ვიცი თამაში, მაგრამ აი რო უყურებ ხო, სუ მობილიზებული ხარ, სუ ჩართული ხარ, იმიტომ იქ ვერ მოიტენტები. შეიძლება ფეხბურთში მოეშვა, მაგრამ იქ სუ ჩართული ხარ. მიწის აი ო მაგ ეგ არის ყველაზე რთული, მაგრამ ანუ რაღაც მომენტში ყველა ვარიანტში გაგირბის ფოკუსი. კი, ბიჭო, ნუ და მე ხა რაშუაში ხა მე კი არ ვედრები ვინმეს და მაგრამ მოყარულებში რამდენჯერ ყოფილა რომ დაამთა ბურთის ვერ ვაგდებ მორჩა. არ გადადის, всё, დამთავრდა. ფსიქოლოგია. სხვა ჩემთან. სხვა ამასო მოუგებო მაგის ტენიშო და ეგრევე ნუ სვა ამ გინეს. აი ერთ რაღაც ყოფილა კიდევაც სიტყვაზე რაღაცაზე ფიქრში წასულხარ ქულაგით ან ვარჯიშზე რაღაც 1-15 ბურთი დაგიწია ან ქულაგი თამაშია და ვაფშე არ გახსოვს რა მოხდა. ანუ სხვა რაღაცაზე ფიქრობ და იმდენად ავტომატურად გაქრო, ანუ ავტომატზე ხარ ჩართული. სხვა სპორტის სახეობებიდანო, სხვა სახეობებიდან ვარსკვლავის გულისხმობ, კარგი ჩოგბურთელი ვინ იქნებოდა შენი აზრით და ვის მოუხდებოდა ჩოგბურთიო? ჩემი აზრით კრისტიანო რონალდუს. ხო არიან ტიპები, ვისაც არ მოუხდება ჩოგბურთი. აი ლუკაკუს არ მოუხდება. დონარუმას. რობერტო კარლოსი ვერ აი ათო აცალოთ ხო? აი შენც არ უკითხავთ. შენთვის არ მაგას ნოატრიალებო არ ტყავ თვალში ეხა. გეშენი არ მოვარტყავ, ეს ვამოსი არის. ის არ იყო ვამოსი და იმიტომ მოხვდა მაშინ. გადარჩა ლევანი. კაი და ეგიდე თუ ამდენი ფიქრი აქიდა არა, გასწავლები. მე კრისტიანო სული კითხვა, იცი რატო? ფეხბურთელები უნდა გამორიცხოთ ჩათვალე. რატო? ჩოგბურთის სიმაღლე არის ყველაზე, ნუ 85 და ზევით. ცოტა ფეხბურთელია მაქსიმალურად. აი კრისტიანოს ხო მე მგონი არის რონალდო და წარმოვიდგინე ეგრევე. აი რონალდო მგონი ისეთია ყოველს რაღაცა ყენო ყველგან ითამაშე. კაი მესი მაგალითად არ მგონია ჩოგბურთელი თამაშს საგან პატარა. აი ბეილი შეიძლება და კარგად ხო რაღაც ისეთია ხო თან ათლეტური. ბეილი თქენიჩების არ მოვიწნება ეგ ბარსელონას რომ დაატყო. ჰოლანდი ზედმეტად ისეთია. არა, ვიდრე ჰოლანდი შეგუდა. იბრაგიმოვიჩი ჰოლანდი ეგენი ვერ ითამაშებენ. უბრალოდ სმეში თუ მოგარტყა, დაგიმთავროს ცხოვრებას. რონალდო რა, კრისტიანო. დიეგო ფორლანი თამაშობს, მაგრამ ფორლანი ვიც ნანახება. მაგრამ ესენ ახლა პადელზე არის ხო ეს ყველა გადართულები ზიდანი აი დიმარია შეიძლება ძალიან ტექნიკური ტიპია, შეიძლება პადელზე რას ფიქრობ? გასართობად მევასება. ითამაშე? ერთი 10 ჯერ მითამაშია ცხოვრებაში. ნუ ამ ბოლო დროს. შენ კაია, შენ გლიჯავი გინდება ხო? ჩოგბურთული და არა ამ დროს სხვანაირი დარტყმებია. ძლიერად სმეში რომ ურტყავ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კედელს ხდება და აქეთ მოდის და გიგდებენ. არა, მე ისე ურტყავ რომ ჩემთან გადმოდის. დაარტყავ ხო შენ ახლა. ჩოგბურთის კორტი რატო გამისწორდა პირველად რომ ნახე ახლდან იცი რაღაცა მაკეტივით რაღაცა სათამაშოსავით იყო რა ჩემთვის რომ შევედი ბადეს შევეხე რაღაცა ის იყო რა. შემეხე ნოდარ. შენ არა ხარ ბადე არ ჩოგარი შენ ისა ჩაწოდების დროს ყურადღება რამე განსაკუთრებული რამე ხო არ მოხდა რას გაუფანტავსო? ჩიტი შმიტი კალია რავი დაყვირება. აუ ეგე ტელეფონის არის გერდა კარგი ტურნირი და უნდა ამოწერილიყავი რა და თამაშამდე დავაყენე ის ტაიმერი რომ მეთქი დრო არ გამეპაროს თქო რა ჩაგერწე პანაში დროს მე ისე მოხდა რომ ამ ტურნირიდან ამოვეწერე გამოვიწყდა გამორთო და რაღაც თამაშმა იდეაში წესები ტელეფონი გამორთული უნდა იყოს მაგრამ უთიშა გაგია და უცებ 1-2 კვირის წინანდელი ამბავი იქ შარფში? ხო. აი ვიდეოც იყო ჩართული. უცებ ეს რეკავს. ერთი წავიც დაიცადე. წავედი გავა. აი ჩოგბურთით არის ეს თემა. არა, ბევრი რამე ფანტავს. ანუ შენ რო აწვდი ჩაწოდებას და უკარო ვიღაცა ესე გაივლის, ანუ მაგასაც უყურებ.
ან ვიღაცა იქ რამეს დაიყვირებს. არა, ბიჭო, ჩოგბურთი ძალიან ისეთია. ეხლა გამახსენდა დაიყვირებს დინამო სტადიონზე ვარ, არ მახსოვს რა თამაშია, საქართველოს ნაკრებს ხავსია და ისე წუთიერი დუმილი თუ რაღაცა სიჩუმია, აი მაგარი სიჩუმია და ცვეჩი მახსოვს პირველი ამბზე ვარ და ვიღაც ტიპმა ტილოს ქვეშ არის გასაღები, ეხო რა, არაფერი. დაურეკა, ისეთი ხარხარია და თელ სტადიონზე. და ტაფაზე გადმოატრიალე კატლეტი არ დაგეწოს. არა, აი ეგეთი იყო, ტილოს ქვეშ არის. არა, ბიჭო, ეგ ადამიანური მომენტები ჩოგბურთში ძალიან ბევრია. თვითონ სამედესეო ეს აკადემიის. მაგარი სამკურნალოა. მამაჩემი ეს სხვა შორის ეს ბოლო დრო აღარ დამყავს ტურნირების შეურნები, არა. ბევრს დამის რა, რომ ნერვიულობს, აი ხან იქით წავა, ხან აქეთ წავა და მე არ მევასება, ანუ ვინმე თუ მყავს რომ მიბალეშკოს და ვიცი რომ ჩემიანი, ანუ მიყვარს რომ ერთ ადგილას არის. და ხანდახან არის ხომ რომ მიღებაზე რო დგავარ ვიღაცა რო ასწოს, ანუ ამაჩებს უყურებ ხან იგარდო. და გადაждდება, ვეძებ ხან და უთხარი მერე შენს რო იჯდეს ერთ ადგილას. აუ არ შეუძლია ეს. ირაკლი იჯექი ერთ ადგილას. ყველაზე ემოციური ადამიანი, აი ის რო ფეხბურთი რო არის ხომ არის ეს ტელევიზორში არის. აუ ჯიგარი, კარგი, ეგრე უნდა იყოს. ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ჩოგბურთში თქვი? ინფრასტრუქტურა და ფინანსები. იგივე კითხვა, რა სიმაღლეზეა ქართული ჩოგბურთი, იგივე კითხვა. ბიჭო, არა, ჩოგბურთის განვითარებისთვის, ვაო, ძალიან დიდი ბიუჯეტია საჭირო რა. სპონსორები, ბევრი. სამოყვარულო ჩოგბურთი რო არ არსებობდეს, პრობლემები იქნება აქ ჩოგბურთში. ჩვენ ვართ ანიაკები, კაი გაგები. არა, აი იცის ამან, შენ რა ჩუნდი ბიჭო, ყველაფერზე ამ სიხრობებს, ნუ ის კომენტარებს ნუ აკეთებ. ვისე რას ამბობს, ბობას რომ გაგებაში არ ახარ ბიჭო. რამდენჯერაც კაცთან გადავედი კითხვით. აი რა კითხვით რამე მე რომ მე ხო და მაგას გეუბნები, სამოყვარულო ჩოგბურთი, ხო? სამოყვარულო ჩოგბურთში ერთადები თამაშობენ, ბევრი ტურნირები ტარდება ძალიან რა. კორტები დაკავებულია, პროემები ისე გვიხარია. ესე სხვათა შორის ერთი პროემი შევტახდით, სად იღურები გასო? აი წავიდა. უკლა გიტყარი. წავიდა, ჩემი ნახე. კაია. ვერ გაი ხო რა გელაპარაკები. პროემები, არა. ეს ბოროს გაიგე მარტო. ერთი მე და შენ დავდგეთ რა. აუე. აი შეუცა. ეხა იმათ ორგანიზატორებს გეუბნებით. ჩვენ ესე გადავწყვიტეთ. და ლადო ჩიხლაძესთან ერთად მინდა თამაში და შენთან. დიდი ლადო როა? ხო, ის პროექტში აღარ გადის, კაცო, იმან მეხანია დაანება. ის არა ის იმხელა, მაინც პროექტში გადის. ის არა, იმან თუ გრიჯაჭ. ხო და გამოიწერეთ. მეგობრებო, გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. გინდათ რომ ესეთი დაპირისპირება შედგეს კორტზე. დღეიდან მე მინდა რომ შენ გახდე ჩემი მწვრთნელი. ვინ? სამოყვარულო დონეზე რაში, რომ გიჟო. აუ ნახე რა გარყვნილია რაში გიჟო წეღან ორივე ხელი გააკეთა და შენ გენაცვალე მარჯვენაში აი რო ანიშნე. მე მაგიდის ჩოგბურთი უნდა ვეთამაშო. ვისა? საბას. ეგ მაგარი იქნება ეს. ხო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩი ოღონდ საინტერესო იქნება ეს. ვიამაყებ რა, არა, ვიამაყებ რა, კარგად თამაშობს ის. პატარა ჯოგბურთს ხო იცი, ეს თემა ეხა მან ვერ გაიგე. სიკვდილის არ ჭირდება. ხალდა დააკვდო ეხა თავის. ერთის მეში უგლიჯე რა, თვალში. იმიტომ რომ ის არის რა ქვია, პატარა სიკვდილი არ ჭირდებაო. პარტია, მარც გახსოვს ეგ ბავშვობაში. პარტია თვალში რომ მოვარტყავდი. კაი, დავაი, გამოვზავთ ეხა. ჩვენი კორტი, ბილი ბერგ კორტ. მოკლედ აქ ვინაიდან დაალაგებული და ნორმალური აფერი ხდება ჩვენს ლაილაიში, ძვირფასო მეგობრებო. ეხლა არანორმალური ზომის ჩოგბურთის მაგიდა და საბა ფურცელაძე, რომელიც არის რეიტინგში საუკეთესო შედეგს მიაღწია და კიდევ უფრო მეც გააკეთებს ზუსტად ვიცი და გიჟთა შორის ნომერი პირველი სამედესეო აკადემია. ჩვენ ვიმყოფებით სად ვიმყოფებით? ბილი ბერგ არენაზე, ხო არ ეგ ბილი ჯინ კინგ რომელიც არენები რო არის. ბილი ჯინ ვიმყოფებით და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ჩოგბურთში, რაც არ არსებობს, მაგრამ კაცმა არის რა იქნება მერე. მოიცა ჯერჯამრე. საიდან უბერავს? ხარი უბერავს აქიდან ლოდა. ვაიმე, მიდი, ჯეირანი. სამამდე თუ ერთამდე? ჯეირანი პირველივე რა. დავაი. ჯეირანი. ჯეირანი. ჩახტა, შენ სწორია. წაიღო. ჯეირანი. გაჭრა. ხაბა, შენ დაიწყე. დავით. დიდი მნიშვნელობა კი არ ქონდა მას, მაგრამ ესე ვღადაო. გაჭრა, რა მაგრა გავაკეთე. თამაშობთ 5-მდე. 5-მდე გავიდა. 3, 2, წავიდა. Yacht. ვაი. ერთი ნოლი საბა ფურცელაძე დაწინაურდა. ეხლა კომენტატორები როიც ეხება საბა თუ მოტო გავს მეურებს, მე მგონი ყველაფერი კარგად ხდება. უმნიშვნელოვანესი თამაშია საბას პირველი მოწოდება, ნახოთ.
აი ახლა კადრით ხედავთ როგორი მობილიზებულია საბა. Yacht. 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 2-0 საბა ფურცელაზე. Yacht. კარგია საბა. Yacht. Yacht. ქულა აიღო ნოდარი. Professional ჩაუგდე ეგრე. თავზე ამოვიდა კონდარი. Yacht. Yacht. აი საბა მოდუნდა, საბა ტრიბუნებზე ესაუბრება ვიღაცებს, მეგონი გონება გაეპატა. მიდი საბა უკან გაიწია, მეგონი ფეხზე წამგება მალე. Yacht. აუ 3-2 ეს ნახე როგორი აზარტულია ეხა შეატყეთ კარგად დააკვირდით საბას რა 3-2 იგებს საბა რა 3-2 იგებს გადავამოთ აი მინდა კონფლიქტი 3-2 იგებს საბა Yacht. Yacht. 4-3 იგებს 3-3 მათემატიკაში მაგარი აი ნახავთ გამეორებაზე ველეშენ გაფრთხილება 100,000 ევრო Yacht. 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 ჩემია 4 არა ამ ჰაერში მიიღო ხო და მე გადადიოდა რა არა აგიღო ეგრეა გადადიოდა და ჩოგურთი წესები ეგრეა მიიღო არ დავარდიდა ბურთი გადადიოდა შორს ვარწას არ დავარდიდა ბურთი 4-3 ფურცელაზე მადლობა რა ეგრეა Yacht. 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 5-3 ფურცელაზე საბამ გაიმარჯვა ის რატო ჩაუთვალე ის აი ხიპეში უნდა ატეხა და და აი ხიპეში რატო ჩაუთვალე ვიდეო გამეორებას ეხა ჩვენ ნახავთ მეგობრებო და წესია შემონოდა უნდა იცოდე ეგ წესი მე მთხე ხელზე მადმაზელ შეხარ მადმაზელი მოგე რა ვიცი მეგობრებო მე მგონი ძალიან კარგი სტუმარი ყავდა საბა მინდა წარმატებები გისურვებ თელი გულით და სულით მართლა იმიტომ რომ ვამაყობთ შენით მართლა და ვადევნებთ თვალყურს ყველა შენ გამოსვლას ყველას და ეტიპი გვინდა წინ რეიტინგიც გვინდა და ვიცი რომ დრო მოვიდა იმისა რომ ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ კარგი მასტერკლასი იყო მოკლედ კარგი დავასრულეთ მოკლედ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა coffee shops აი coffee stores დღეს ამე დაგემშვიდობებით coffee stores დიდი მადლობა ბილიბერკის ვილანდიურ პავს დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა საბას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოგვივიდა ნაღდა და მაგარი მასტერკლასი ჩამოვდები განაცებას. წარმატებები საბა გეოდებით. ეხლა თბილისშიც არის ტურნირები 12 და 19 მაისს. 12 და 19 მაისს და სხვათა შორის შემადგენლობა არის 250-იანებზე დადის ეგ შემადგენლობა და ახლობლად გადავხედე მაგარი ჩოგბურთელი. იმიტომ რომ მე 19 მაისს რომელი ტურნირის იწყება არის ჩელენჯერის დონის ტურნირი, ანუ ATP-ის ჩელენჯერია. სადაც საკმაოდ კარგი ჩოგბურთელები თამაშობენ. მაგალითად წინა კვირაში Felix Adliasi მითამაშობს, ეხლა ამ კვირაში უფრო სწორედ ჩელენჯერის ტურნირს. ხო, არა, ჩელენჯერზე ხო, ძალიან სიმართლე. ჩვენთან 50-იანი ჩელენჯერია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჩამოდის. საქართველოში მეორე ტარდება ამ დონის ტურნირი, მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, რომ ესე ტურნირს ატარებენ. კი, ძალიან კაია. თამაშის, მით უმეტე სახში, სასიამოვნოა და რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა საგულშემატკივროდ, მით უფრო კარგია. ეგ იქნება. მივიდეთ, მივდივართ. და საბა შეუძლია სარეიტინგო ქულები გაიუმჯობესოს და აღარ ვიძახე ხა ის ეს ოპენებს და რაღაცებს, ყველაფერი მივყვები და ნახავთ ერთად რა იქნება, როგორ იქნება. ჯიგარი ხარ. ჩავჭერი მაზიანი. დიდი მადლობა, მოკლედ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ჩვენი გვერდი და დღეს ამით დაგემშვიდობებით ნახვამდის. კარგად!